მზეა ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. იკითხებიან დაცვის მხარის მოწმეები, მათ შორის იქნებიან გამომცემლობა ბათუმელების ჟურნალისტები და აქციაზე მყოფი პირები. სხდომას ესწრება საფრანგეთის ელჩის მოადგილე და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი αφგან სადიგოვი, რომელიც პატიმრობიდან 17 აპრილს გაათავისუფლეს და ბათუმში სწორედ ამ პროცესზე დასასწრებად ჩავიდა. სხდომის დაწყებამდე სასამართლოს ეზოში გაიმართა საპროტესტო აქცია. მზეა ამაღლობელი პროცესზე დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვა დაიწყო. სასამართლოს კითხვებს ჟურნალისტები პასუხობენ. Სრულია ნიშნით სიტუაციაში უცებ იწყება ხმაური, უცებ შემოვარდებიან პოლიციელები და ვიღაცას აკარებენ. დალაგების ეპიზოდები დაახლოებით 10 წუთამდე გრძელდებოდა. ბიჭი, რომელიც დააკარეს, ნამდვილად ეფექტური შვილი იყო. ეს ეკითხება ირაკლი დღებუაძეს თუ რა მოხდა, მგონი ეს უშუალოდ სტილის მომენტი არ დამეკითხა. ადამიანი, რომელიც დავინახე, იყო როგორ ესე ხელში როგორ მოკიდეს, შეაგდეს ვიღაც და ნაცნავით და ნახეთ, ნაცნავით და ეს ცალი მხარე დავინახე და მივხვდი, რომ მზეა იყო, მაგრამ იმდენად ვერ დავიჯერე, თუ არა ეს ადამიანი მზეა ამაღლობელი, დავიწყეთ გადამოწმება. ჟურნალისტები იქნებიან გამოკითხულები, ისინი ვინც უშუალოდ იყვნენ თვითმხილველები, როგორ მოხდა მზეა ამაღლობელის ჯერ ადმინისტრაციული წესით დაკავება და შემდეგ სისხლის სამართლის წესით. ვნახოთ რა იქნება ყოველ ჯერზე, ეს არის რთული პროცესი ჩვენთვის, მზეას თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე მაინც არაერთხელ მithქვამს ვიტოვებთ იმედს, რომ ვნახავთ სასამართლოს. ჩვენ გვინდა როგორც მთელს მსოფლიოში საქართველოშიც იყოს დემოკრატია. ვითხოვთ თავისუფლებას მზეასთვის და ყველა პოლიტპატიმრისთვის. სოლიდარობა არის ერთადერთი გზა წარმატებისკენ.